ბოლოს როდის იფიქრეთ სიკვდილზე? სიბრძნეა საკუთარ სიკვდილზე საგულდაგულოდ ფიქრი. მესმის რომ ქრისტიანებს სიკვდილის არ უნდა ეშინოდეთ. იესო მოკვდა და აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ სიკვდილს ძალა აღარ აქვს. მაგრამ თუ შიშის გრძნობა იკლებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულგრინლი ვართ ამ საკითხისადმი. სიკვდილი ერთგვარი შეჯანჯღარებაა, რომელიც სერიოზულ განწყობაზე გვაყენებს. საკუთარ სიკვდილზე ფიქრისას არ გაქვთ შიში რაღაც შეუცნობლის, უხილავის მიმართ, ან გულისრევის შეგრძნება არ გიჩნდებათ? ნაწილობრივ ამით ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ის, რაც ჩვენთვის უცხოა, ადამიანის სულისა და სხეულის განცალკევება. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი სხეულის მიღმა არსებულ ყოფას ჩავწვდეთ. მეორე საიდუმლო, რომლის ჩაწვდომაც არ ძალგვიც, გახლავთ იმის წარმოდგენის მცდელობა თუ რას ვიხილავთ და ვიგრძნობთ სიკვდილის შემდეგ. რა იქნება, როდესაც პირველად ვიხილავთ ზეციურ ქმნილებას, ან თვით შემოქმედს? სიკვდილი არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ბრძენი ადამიანი ხშირად ფიქრობს მის შესახებ. ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული. როდის ილოცეთ მსგავსი ლოცვით? ბრძენი ადამიანი ხშირად ფიქრობს საკუთარ სიკვდილზე, ხოლო უგუნური არ ადაგდებს მას. აი რატომ გვაბრკოლებს ბოროტი ამაზე ფიქრისა და საუბრისაგან? აი რატომ არის აუცილებელი ძალისხმევის გამოჩენა იმისათვის, რომ მუდამ გვახსოვდეს სიცოცხლის სწრაფ წარმავლობის შესახებ? ჩვენთვის უჩვეულოა სიკვდილზე საუბარი. ჩვენი საზოგადოება წარმოუდგენელ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ სიკვდილის გარდაუვალი რეალობა გადაფაროს. სჯობს გლოვის სახლში მისვლა, ხინის სახლში მისვლას, რადგან ეს არის ყოველი ადამიანის ბოლო და ცოცხალმა დაიდოს გულთან. ბევრი ადამიანი ალკოჰოლს ეძალება, რათა დარდის სასმელში ჩაახრჩოს და ამგვარად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება. სხვები შეიძლება ართვებიან, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ დამთრგუნველი აზრების ჩახშობას. ეფლობიან მუშაობაში, დადიან კინოში, იცინიან, ურთიერთობებს აბამენ სხვა ადამიანებთან, წერენ შეტყობინებებს, დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში. ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე არ იფიქრონ. რეალობა თვალწინ აქვთ, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილნი ცდილობენ ნებისმიერი ალტერნატივის გამოძებნას, რათა სიმართლეს თვალებში არ ჩახედონ. ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ბრიყვთა გული კი მხიარულების სახლში. რა რთულიც უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ სიკვდილზე. ძალიან გთხოვთ, თუნდაც 10 წუთი გაატარეთ სიკვდილზე ფიქრში. წარმოიდგინეთ, რომ უფლისწინ დგახართ, რომელიც იმყოფება მიუწვდომელ ნათელში. უგუნურები აკეთებენ იმას, რაც უფრო იოლია. ის, რაც ჩვენს აღშენებას ემსახურება, მოითხოვს მიზანდასახულობასა და ძალისხმევას. სიკვდილზე ფიქრი მორიგი ფილმის ნახვისგან განსხვავებით მოითხოვს ძალისხმევას. ბრძენი ადამიანი დროს უთმობს სერიოზულ თემებზე მსჯელობას. სწორედ ამიტომ იფიქრეთ იმაზე, რაც თითოეული ადამიანის გარდაუვალი ბოლოა და ჩაეჭიდეთ უფლის მხსნელ რწმენას.